დავუბრუნდით კვლავ პირდაპირ ეთერში მე და ჯონმა გადმოვიდა ჩვენ სამზარეულო. კი, მოკლედ თვალები გიბწყინავს. კარგი ღვინო, ახარებს ადამიანის გულს. ეს არის თელიმუღამი. მოდი ახლა ჩემი გული გაახარე და ჩვენი მაყურებლისაც დარწმუნებული ვარ და დავიწყოთ იმ აფხაზური კერძის მზადება, რომელზეც უკვე ვისაუბრეთ, მაგრამ ძალიან მოკლედ და ახლა ყურადღებით იყავით, შეგიძლიათ მოიმარჯვოთ კიდეც ფურცელი და კალამი და ჩაინიშნოთ. რა ქვია ამ კერძს გოგოებო? აკუტ ჩამბა. აკუტ ჩამბა. მოდით პირველ რიგში ჩამოთვალოთ ინგრედიენტები, რაც გვჭირდება. მოხარშული კვერცხი. მოხარშული კვერცხი, კი ბატონო. ნიგოზი, გატარებული ნიგოზი გვაქვს ხო? გატარებული ნიგოზი. აჯიკა. ჩვენი გაკეთებული აჯიკა, რა თქმა უნდა. და შებოლილი წიწაკა. ასევე მწვანილები, ნიახური. ქინძი და ნიახური. კარგი. შებოლილი წიწაკა არ დაგავიწყე, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. ეს შებოლილი წიწაკა. უნდა სეტში უნდა დააბოლო წიწაკა, მერე უნდა გაშლეს, მერე უნდა დაბოლო. მართლა? შეგიშინდა. და თუ ეს ადვილია ჯონ სეტში რომ დავაბოლოთ წიწაკა ჩვენთვის. მე შია დავიწყებ გაკეთებას. დავიწყეთ, კარგი. მოდი. და თან ძალიან სწრაფად და მარტივად მზადდება და როგორც ხვდებით, ინგრედიენტებიც არ არის რთული, ეს შებოლილი წიწაკა ცოტა გამიკვირდა, მაგრამ არ ამუშავს. ეს არის აჯიკა, აჯიკა არის და ყველაფერი არის გემოვნებით, ამ ზუსტი რაოდენობა. შებოლილი წიწაკა წინასა რო არ იცვალოთ რა. აჰა, კარგი, გასაგებია. პირველ რიგში ვუთხრათ მაშინ მაყურებელს, რომ კვერცხის გული ამოვიღეთ, რომელიც არის მაგრად მოხარშული. დაახლოებით რამდენი 3 კვერცხი გვაქვს ხო? ნუ რაოდენობა. გააჩნია ხო რამდენი ადამიანი? ნუ მაკო თუ იქნება 2 მაგს დავიწყალის წინ არ არის პრობლემა. შემდეგ გვაქვს გახეხილი, წვრილად დაჭრილი უბრალოდ გატარებული ნიგოზი, აჯიკა, მარილი, ნიახური და ქინძი. ხო? ორი და ქინძი. და ამას უბრალოდ კი ბატონო, ჯერ იცი რა მაინტერესებს? აი ეს კუთხის რეგიონების მიხედვით, ასე ვთქვათ, კერძების მოძიება როგორ ხდება? ვთქვათ, აი აფხაზურ კერძებს რაც შეეხება. აი მე მაგალითად ბევრი მეგობრები მქონს სამეგრელოში, ზირეთად სიმღერების განხრით და გალობის და მაგითანაც აი ქართველები რომელც აი გალიდან ცხოვრობდნენ თვითონ ზოგი ნარევი ოჯახები იყო ნაწილი აფხაზური, მაგრამ რაღაც აფხაზური გასანჯი იმდენად რომ მიხვდი რომ საინტერესო მიმართულება, მაგრამ ეს თვითონ ზუკას მოძებნან. აი ხალხთან ერთობაში ინტერნეტში სწავლა და ასე შემდეგ. ეს კარდაკარსიარული. კი. ეს რამდენად ძველი რეცეპტია თუ ვიცით? რამდენად ჩვენ ვიცით, ეს არის საკმაოდ ტრადიციული კერძი აფხაზეთში, ხოლო ზუკ არ უყვარს არაფერი რომ სუფთა ჩარჩოში იყოს. ანუ ეს მაინც თავისი შექმნილი ბაზა არის იქიდან აღებული. და თვითონ რაღაც დეტალი შემატარა. სამუზეუმი კონსერვაცია არ არის. უბრალოდ სტილობ რომ საუკეთესო მასალისგან, ინგრედიენტებიდან ავიღებთ იქიდან ფესვი და იდეა. ჩვენებრივად უკვე ვასრულებ. აჰა, გასაგებია. ამ შემთხვევაში გვაქვს თან შეიძლება ხო რომ აყურებოთ ჩვენო? საბოლოოდ აი ასეთ სახეს მიიღებს ჩვენი უგემრიელესი აფხაზური კვერცხი. კი. გასინჯი თუ გინდა. გავსინჯო უკვე. კი, გასინჯი. მირი აბა. ხო, მე მგონი რთული მართლა არ არის და ვისაც გაუჩნდება სურვილი შეიძლება რომ მოამზადოს თვითონ. ძალიან მარტივი და ძალიან გემრიელი. დავდო ხო, ანუ ვაპირებდი შემეჭამა. ციცაკა გვინდა, სვანელები ცოტა გაფორმებაში. ხო, ეს გაფორმებასაც რა თქმა უნდა არანაკლები მნიშვნელობა ენიჭება. საჭმელი უნდა იყოს ჯერ ჯამთელი, მერე უნდა იყოს გემრიელი და რა თქმა უნდა თვალს უნდა უხაროდეს როგორც პირს. იცი რა, ეხა ეს წიწაკა რაღაცა ისე გულუხვად მოაყარა და არ არის ძალიან ცხარე. არ არის, კარგი. შენ გინდა ცხარე კერძი არის გასცემ თორე შენ ეგრე დაგშვიდ, ეხლა ეკონომივით. ხო და მე ხომ მაინტერესებს ამ კონკრეტულ კერძს მოხდება თუ არა ჩვენი ღვინო რომელიც აქ არის წარმოდგენილი. ეხლა არაფერი აქ უაზროთ არ ხდება. ყველაფერი კავშირშია. ღვინო რო შევარჩიე, მანამდე ვიფიქრე კერძები. ხო. ანუ აქ რომელი უკეთესად სავო, მე ფიქრობ რომ ჩხავერი შეიძლება უკეთესად. მეც ესე ვიფიქრე. ამიტომ აი თვითონ კვერცხი ნოქიერი არის, ციცაკა სიზღარტი არის და ამ ჩხავერი აქვს ჰერხემალი ესეთი. რამ ციცაკას და ყველაფერი ითანდეს და უკან თავისი არამატი დაამატოს. აბა ნახეთ, შეედა. ქალბატონო ბატონო ლევან გთხოვ, უკვე გექნებათ გასინჯული არა ერთხელ. იცით რა მინდა რომ გითხოთ სანამ გადავალთ შემდეგ კერძზე. გასაგებია რომ ალბათ ყველა კერძი გარკვეულწილად საინტერესოა, მაგრამ აი ხა რომ ურჩევდეთ თქვენ მეგობარს და როგორც მეგობრებს ისე ვურჩიოთ ჩვენ მაყურებელს. უკვე გაქვთ ალბათ იგივე ამ აფხაზური კერძებიდან თქვენი ფავორიტები, ხო? აი პირველ რიგში რის გასინჯვას ურჩევდით?
თუ ხურცის მოყვარულია აფხაზურას. ხო, და ეს აფხაზურა განსხვავდება თან იმისგან, რასაც ჩვენ ვიცნობთ, ხო, სავარაუდოდ. ხო, ცოტათი განსხვავდება, როგორც მე მგონი გულღვიძლისგან ამზადებს, აი, ზუსტად, ხო, ჯონ. გულღვიძლით და თავი აი თვითონ შეიძლება კლასიკური რეცეპტი აიღე, აი ძალიან მარტივი, როგორც ემერული ჰაჩაპური. შეიძლება იყოს ემერული ჰაჩაპური ან ემერული ჰაჩაპური. ანუ გააჩნია აი ხურბალი, აი კეციმზადება თუ არა, სეცხლზე თუ არა, როგორი ქველი არის. ანუ ბევრი მარტივი თემებში დიდი განსხვავება კი არ არის სირთულე არის, აი ბაზარი და რამდენად ნატურალური და მადლიანი არის პროდუქტები. დიახ. შეიძლება მეორე კერძის მზადება დავიწყოთ და მაყურებელს ბუნებრივი ამომწურავი ინფორმაცია მივაწოდოთ ინგრედიენტების და მომზადების წესის შესახებ. აბა რა იქნება მეორე კერძი? მეორე კერძი იქნება თბილი სალათი, მოდი ესე დავარქვათ. თბილი სალათი? დიახ, იმიტომ რომ ანუ არის ბოსტნეული, გვაქვს ისპანახი და ჭარხლის ფოთოლი, რომელსაც ტაფაზე მოვწალავთ, ასე ვთქვათ, და ანუ გავუკეთებთ соуს, რომელიც მზადდება რუკოლასგან, თაფლით და ზეითუნის ზეთით. ანუ ინგრედიენტები რო ჩამოვთვალოთ, გვაქვს ისპანახი, ჭარხლის ფოთოლი. სხვადასხვა ხალისგან შეიძლება. კი, რა თქმა ამ უნდა, შემთხვევაში შეზღუდული არ ვართ არჩევანში. კარგი. შეზღუდული არის მხოლოდ ცა. გვაქვს თაფლი, რომლისგან соуს მომზადებთ, კი ბატონო, რუკოლა და ზეითუნის ზეთი. ზეითუნის ზეთი, ესეც მარტივია მე მგონი. ძალიან ბოლოში მარტივია. თხრის ქვალი. და ბოლოში თხრის ქვალი. კარგი, როგორი რა არის პირველი ეტაპი? ხო, და რა გამომხმარი კვერცხის გული არის შაქარში. გამომხმარი კვერცხის გამოხმარი გამოყვანილი კვერცხის შაქარში. ეს არის დამარინე. სალკი, აი აქ უკვე ზუქას სტრიხები რო უცხოეთში ისავლო და სოთო ესეთი ნავაროტები ისავლო და ეს იმართება. საინტერესოა. მოდი, რა არის პირველი ეტაპი? პირველი ეტაპი არის დავიწყებთ соуსის მომზადებას. კარგი. ჭირდება თუნდაც მე ხوار დაგიმართოთ. თაფლი. წუთით. ეს არ არის ხო აფხაზური კერძი? არა, ეს არის ახალი შექმნილი თემა. ეს არის ადგილობრივი პროდუქტებით. ზუკას. ზუკას ფანტაზია. მაგრამ ვიდენ ჯერ ვახსენეთ. ზუკას, მაგრამ მე გითხრა რომ ზუკა არ არის ესეთი ტირანტი, უნდას რომ შემოქმედი ყველაც ვინც არის სამზარულოში, ქოვოლკვირი ერთ-ერთი კერძი თვითონ უნდა მოიგონონ, თვითონ უნდა მოიფიქრონ. ანუ ეს არ უნდა სამზარული ჩემი აზრი, როგორც ჯარი კი არ უნდა იმართო. ეს არის შემოქმედი დიალოგი პიროვნებებს შორის. მოდი დაგიმართოთ. ხვალ გვაქვს ასეთი დავალებაო, ხვალის დღე, როდესაც ახალი კერძი უნდა მოიფიქროთ. უკვე მოფიქრებული გაქვთ ხვალ რას მოამზადეთ. მე რახან მეგრელი ვარ, მეგრული კერძი. ჩემი საყვარელი მეგრული სამზარეულო. შეგეჯიბრები, მაკონო. და მე ზეითუნის ზეთი, ცოტა თაფლი, რომელსაც ახლა ერთმანეთში ვურებ. ხო. და მე ხა იცი რა მგონია, რაღაც ეს ზეპირად რომ მოვისმინე, ჯონ. რეცეპტები ზეპირად რომ მოვისმინე, რატომღაც მგონია რომ ისევ ჩხავერი მოუხდება ამ კერძს. ესა მე ფიქრობ პირიქით, ეს შენენ ბლონკ. ამიტომ თხის ქველი თავისებურად აი ნოქიერიც და ოდნა მოთქბო არის, მაგრამ ამ სვანელები მitmeter უკვე შემსვარი რო არის, ოდნა სიმსარი არის. და აქ გაქვს ეს ანარეკლი თვითონ ღვინოში რამ სიმსართან ერთად არის ძალიან აი ქვავლიანი არომატიული სუბუქი აი ცოტა კომშის ქვავლის ტონების ღვინო რომელს ფიქრობ რომ კერძს ჰელს არ შეუშლის პირიქით დასრულებს რა აჰა ასე რომ ელენე შენებიანი თუმცა ჩავერი არ იქნებოდეს სუდი აი არ იქნებოდა სამი შეცდომა არის მაგრამ მე რომ ორივე ეს არჩევანი მქონდა ალბათ კვერცხთან ჩავერი და ეს ფრანგული შენება მაგრამ ამ ფრანგულთან დაკავშირებით რაღაცა საინტერესო ისტორია მოგვიყევი და მაყურებელსაც რომ ვუამბოთ კი ბატონო ძალიან საინტერესო არის რომ ეს ალექსანდერ ბეინ არის ერთ-ერთი ლეგენდარული ცნობილი ნატურალური მეღვინი ლუარის რეგიონიდან საინტერესო როგორც პიროვნება მისი შედეგი ღვინოში მაგრამ ერთი მომენტი არის რომ მართოს ცხენით აბრუნებს მიცა და თვლის რომ ტრაქტორი როცა შემოვალ ვაზში ვენახში რომ პრესავს მიცა სადაც მიცა იპრესება მთელი სიცოცხლე რაც შეგარის ფაქტიურად სუნქვის უნარიანობა არ აქვს ჩია სადაც არ ხარობს მან ჰაეროვანი მიცა არ იქნება ნატურალური ღვინის მთელი პრინციპი არის რომ რაც შეიძლება მეტი სიცოცხლე შექმნე ვენახში და ეს ფაქიზად გადავიყვანოთ ჩიქამდე თუ ენერგია არ არის ვენახში მაშინ ჩიქამდე როგორ უნდა იყოს ამ კაცს აი მიუხედავად რომ შეძლებულის ქვეყანაში არის და ცნობილი მეღვინე არის
თავისი ნებით და ბევრი არიან მასეთი საფრანგეთში. და ეს ტრადიცია თუ აქეთ აბრუნა, ეხლა ყველაზე გაჩერებულს მართოს ხენზე იქნებს და ამ შემთხვევაში ცნობილი ვარსკვლავი მეღვინე არის, რომელიც თავისი ნებით არჩევანი თulis, რომ ეს არის სწორი გზა. ფანტასტიკურია. ამასობაში ამასობაში სწორად მნიშვნელოვანი რაღაცები გამოგვიდა რომ ჩაგერთოთ, რა თქმა უნდა. соуსი მომზად და უკვე მოდი კიდე ერთხელ ვუთხრათ, როგორ ეს არის თაფლი, რუკოლა და ზეითუნის ზეთი. კი ბატონო. და მარილი ცოტა ბლენდერში დავაბლენდერეთ, ასე ვთქვათ, ცალკე ტაფაზე ვმუშაობთ. გვაქვს ნიორი და ჯინჯერი, ცოტა ზეთიც იშუშება და რას ველოდებით რომ მოიშუშება, შემდეგ თუ ჩავამატოთ, ხო? ჩავამატოთ ჭარხლის ფოთლები და მაგრამ შეიძლება ჩემი აზრით კაკაჩოს ხალი მოიქნე გასაფულზე როცა იქნება ნაცარქათამი ესეთი ეშვიათი ფხალები გარული არუგლა შეიძლება უბრალოდ ზამთარში შეძდული ვართ რაოდენობა ესეთი ბუნებრივად მოყვანილი და რაც ბაზარი გვაძლევს საშუალო ამის ვიქნებ. ჩვენ როდესაც პოლიფონიის კონცეფციაზე ვსაუბრობთ, ალბათ იმასაც უნდა გავამახვილოთ ყურადღება, რომ შეიძლება ერთ-ერთი მიმართულება იყოს საგანმანათლებლო მხარე, ხო ასე ვთქვათ. სუსტად, ხო. რა ფორმით შეიძლება იქცეს საგანმანათლებლო ცენტრად პოლიფონია? ნინო, თქვენ გითხარით. ნუ ალბათ ბევრი იქნება. მე რო ჯონი გავიცანი, მაგალითად იმის მერე ღვინოზე ძალიან ბევრი გავიგე, არა და არასდროს ზედმეტად. ეგრე ვარ ყველა, იმიტომ რომ 3 წლის წინ როცა დავიწყეთ, მაშინ მეც არაფერი არ ვიცოდი და ნელ-ნელა რაღაცები შევისწავლე. ეხლა ვფიქრობთ, რომ გარდა იმისა, რომ თვითონ კერძები საგანმანათლებლოა და პერიოდულად შეიცვლება და სხვადასხვა კუთხეებს წარმოვადგენთ, ესეც ერთგვარი საგანმანათლებლო ფუნქცია აქვს ამას. იქნება გარკვეული დეგუსტაციები, ჩვენ ხშირად ვაწყობთ ხოლმე, არის თქვათ ქართული და ევროპული ღვინოების შედარებითი დეგუსტაცია, რაღაცა დასავლური ღვინოების დეგუსტაცია, სხვადასხვა სახის დეგუსტაციებიც ალბათ გვექნება. ეხლა ვამზადებთ, აი სადღაც დეკემბრის ბოლოს ვფიქრობთ, და გვექნება ქალების, თქვათ, ქალები, რომლებიც აწარმოებენ ნატურალურ ღვინოს. ამ დროს საკმაოდ ბევრია. კი, ესეთი 5 მეღვინეა, რომელიც, ასე ვთქვათ, უფრო ესეთ სერიოზულად მოეკიდა ამ საქმეს. ევროპაშიც გააქვთ ღვინო, ჩვენს ბაზარზეც ყიდიან და თემა არის, აი ახალგაზრდა გოგო, რომელიც შვენიერი ღვინო აქენებს, შეიძლება ჩვენ შედარების შუა საკში კაცი ჩაგვაგრევენ რა გაკიბებში. ხო, ცოტა არის მომენტი. და მითმეტა რომ ქალის ხელი და გული ცოტა მეტი ფაქიზი არის და ჩანს ამ შვენიერეს ღვინოში. მაგრამ მისასამლებელი ტენდენცია რო დაიწყე და კი, ნამდვილად. ცოტა არის ფემინისტური მომენტები, მაგრამ ამ ფუხში გამომრჩა რაიმე, მაგრამ მე მაინტერესებს ბატონო ლევან, თქვენ რომელი კუთხის სამზარეულოს ელოდებით განსაკუთრებულად და რომელი კუთხის კერძებს? მე მესეთი ეს ხესიო კარტა. რა ვიცი, მე თვითონ იმერელი ვარ, ალბათ რაღაცა იქით. არ ვერ გეტყვით, იმიტომ რომ ვერ გიტყვით რომ რაღაცა იქით, რაღაცა განსაკუთრებული ისა მაქვს, რომ და აუცილებლად რაღაც საერთოდ რაღაცას ველოდები მოგთქვენ. ჩვენ სამივე გვაქვს დიდი ინტერესი მესხეთში, იქ დაწყებული პროექტი მე ვენახაობა იქ და ჩემი აზრი, როცა გავკავჩოთ და გავიცანოთ ამ ხარეს კულინარული არის გენიალური და აუცილებლად მესხეთში ჩემი ფეივორიტი იქნება. კარგი. არა მგონი რომ ლევანი მოსენადეგები იქნება. კუთხეები, რასაც ნაკლებად ვიცნობთ, ახლა ვთქვათ მეგრული სამზარეულო, მეტნაკლებად კარგად ვიცით, მაგრამ მგონია რომ იქაც აღმოჩენები იქნება, იმიტომ რომ იგივე იმ მეგრულში იქნება რაღაც ისეთი, რაც არ ვიცით, იმიტომ რომ სადაც მარტონი გვზიან ბადრიჯანამდე დავიდა და ყველგან ერთნაირია, იქ შეიძლება რომ აქაც იქნება სიახლეები. ზუსტად ვიცი, არ ნერვიულობა. შემდეგი ეტაპი ჩვენი კერძის, რომელიც ფაქტობრივად მზად არის, იქნება თბილი სალათი, როგორც ვთქვით. ტაფაზე რაც მოვშუშეს, ასე ვთქვათ, ნიორთან და ჯინჯერთან ერთად და ცოტა რაოდენობით ზეითუნის ზეთი, ხო? გადმოვიდა ქართულად როგორ არის? კოჭა, ჯანჯაფილი, მაგრამ მე როგორც ვიცი, სხვათა შორის ამაზე მქონდა კამათი და შემდეგ ბევრი ვეძებე და ჯინჯერიც უკვე ის სიტყვაა, რომელიც შეგიძლიათ თავისუფლად გეთანხმები ქართულ საუბარში. მრავალფერიანობისთვის, როგორც კი ბატონო. ევია მაკაბდი რომ კოჭას მეძახოდი ხოლმე. კარგი, კოჭას ვეძებ. დამჩაგრა ჩემი სიამოვნება. ბოლო ეტაპი რა არის? ბოლო ეტაპი არის, ანუ მაგათაც უკვე სერვირებას. ხო. ჩვენი соуსი, რომელიც უკვე მოვამზადეთ, რუკოლა, თაფლი, ცოტა ზეითუნის ზეთი. თან რა ჯამთელი სალადი, რამდენი ვიტამინები არის? კი, ნამდვილად. ამასაც მოვასხამთ. ეს არის თხის ყველი. და თხის ყველი. თხის ყველი მიყვარს. სადაური თხის ყველია ეს. რაც ტაფაზე მოვშუშეთ, იყო ჭარხლის ფოთლები, ხო არ მეშლება რამე გოგოებო? არა.
ისპანახის ფოთლები და ისპანახი, კი ბატონო. მე ვიკითხეთ ხის ყველზე საიდან არის და ნინო მიპასუხა კახეთიდან. მზად არის. აი, მზად არის ესეც ჩვენი კიდევ ერთი კერძი. ლამაზად გამოიყურება. ისე მომწონს. პრინციპში მივხვდი და დავწმუნდით, რომ ესეც მარტივი მოსამზადებელია. ცენტრში არის კვერცხი, ხო, რომელზეც საუბრობდით, განსაკუთრებული ტექნიკით რო არის დამუშავებული შაქარში. როგორ ქვია ამ კვერცხს დამუშავებული? გამოყვანილი კვერცხია. ხო. გამოყვანილი კვერცხი ყოფილა. კარგი. ესეც ამ მე მივით. ამის გამოყვანა შეხედაიდუმოა, ხო, ჯონ და ამის გამოყვანა გოგოები ჯობია თქვენ. მე კვერცხის გამოყვანა არ ვიცი. არ არის საიდუმლო. ძალიან მარტივი არის. ვიღებთ ან კვერცხის გულს, გავაცალკევთ ცილას და გულს ერთმანეთისგან, უბრალოდ დავფარავთ შაქრით. და რამდენიმე საათში იწყებს უკვე ეს კვერცხის გული გამაგრებას და შედეგად ვიღებთ მსგავს. კი ბატონო, სულ ეს არის. მესამე კერძი. მესამე კერძი ჩემი ფავორიტი არის, უნდა გამოგიტყვეთ. გოგრა, ტაჰირის და ბროწი. როგორი ქუჩარი გოგოები, ყველას ან ერთი კერძი ან ორი და ესენი სამი უნდა დავაჩქაროთ, და მე მომწონს, რომ ძალიან შეხმატკილებულად მუშაობთ. ცოტა დრო გვაქვს და ხომ მოვასწრებთ ესეც მე მგონი როგორც სწრაფად მზადდება. კარგი, ჩამოვთვალოთ მესამე კერძის ინგრედიენტები და რა კერძია ისეთ ვთქვათ. მესამე არის გოგრა გამომცხვარი სვანური მარილით და კარაქით და აქვს ტაჰინის საუსი ასე. ტაჰინი და ბროციული სვენი. მაგრამ იგივე სამარხო ვარიანტი შეიძლება მარგალიტა ზეიტონის ზეთით. აი ამის კარაქის მაგიერად. ტაჰინი არის, ვინც არ იცის, სეზამის მარცვალი დაფქვილი, რომელიც ძალიან ჯამთელი არის, აძლევს სიღრმე და ცოტა სიმსარის საჭმელს. კარგი ბატონო, ჩვენ დრო ბუნებრივია რომ მოგვეგო ამისთვის. გოგრა უკვე გამოვაცხვეთ ღუმელში, ხო? გოგრის გარდა კიდევ ერთხელ ჩამოთვალოთ ინგრედიენტები რა დაგჭირდება. კარაქი და სვანური მარილი. გოგრას აქვს წასული სვანური მარილი და მოყრილი აქვს სვანური მარილი და წასული კარაქი. ხო, სანამ ღუმელში შევაბრძანებდით, ანუ მანამდე წავუსვით. კი. კარგი, ვაიმე, ბოდიში პირიქით. უკვე დავიწყე ხელის შეშლა. ეს არის ცოცხალი ბროცული სვენი. ხო, ბატონო. და ეს არის ტაჰინის соуსი, როგორც ჯონმა აღნიშნა, არის სეზამის მაცვლის პასტა. კლასიკური რო იცოდით, აი ტაჰინისთან ერთად ყოველთვის ლიმონის სვენი არის, მაგრამ ჩვენ როცა ჩვენებრულად გავაკეთებ, გადაწყვეტო რომ ბროცული, სვანერი, მაგრამ ჟავიანობის ელემენტი ძალიან მნიშვნელოვანი. ჟავიანობა საჭმელისთვის არის, რაც კრიმანჩული არის მრავალხმიანი სიმღერისთვის. ანუ ყოველთვის შეიძლება ესეთი პერელელი და გოგრაის პირიქით ბანი, ეს არის ესეთი მიწიერი, ნოქიერი. ესეთი ეს ნაური ერთმანეთში მე. ბროწეულის წვენი, ტაჰინის соуსი, ხო? სწორად დავიმახსოვრე. და ცოტაოდენი მარილი. და ცოტაოდენი მარილი, კი ბატონო. გაქს დამატებული დამატე ჯონ. ისე რა მაინტერესებს, თქვენ თუ გაქვთ სამეულს, უფლება რომ შეხვიდეთ სამზარეულოში და ჩაერიოთ შემდეგ მზადების პროცესში. მაგ უფლებას მე ვიცავ და თუ არ უნდათ რომ შევიდე, მაშინ მე გავალთემი და. ანუ ამ შემთხვევაში ემორჩილებით შეფს და მზარეულებს. მე და ზუკა წლების მანძილზე ერთად თანამშრომლობ, ბევრჯერ ერთად გავიგეთ საჭმელი სხვადასხვა ქვეყნებში და მე მინდა რომ თავისუფლებას მივეცი, მაგრამ ვიცი რომ ყოველთვის ითვალისწინებს ჩემ აზრებს და ნინო და ლევანი და ლურსაბის აზრები და ესეა სიყვარული ხოლო შეიძლება არსებობდეს დიალოგში. აი მონოლოგში და დიქტატურებში არასოდეს არ იქნება საოცარი შედეგი. 100%-იანი გეთანხმები. და ამასობაში რა ლამაზი ფერი მიიღო ტაჰინის და ბროწეულის. ხო, რაღაცა მოვარდისფრო, მოიასამნისფრო და რა მოაყარე, არ უნდა გამოგწეს. სვანური მარილი და შებოლილი წიწაკა. აჰა. სვანური მარილი ჩვენ მანამდეც გამოვიყენეთ, სანამ გოგრას შევაბრძანებდით ღუმელში. 3 წუთი დაგვჭირდა ხომ მოვასწრებ? ცოტა. კარგი. ის ხა დაგვრჩენია რომ მოვასხათ გოგრას ეს ყველაფერი. ეს შებოლილი წიწაკა ცალკე რო გავსინჯო შეიძლება რომ მოვიდე, იმიტომ რომ არასდროს არ გამისინჯავს და ძალიან მაინტერესებს. საკმაოდ ის არის რომ შენ რო გიყვარს მაკო ცხარია ისეთი. ხო და საკმაოდ პოლიფონის მეპატრონები ღვინო არა აქვს და ჯონ, ერთი შეკითხვა მაქვს, კედი, ამ ჩვენ მესამე უგემრიელეს კერძს რა მოხდება ღვინო? აი მაგის მე ფიქრობ უფრო კახური, თანენიანი. აი სითელი შეიძლება ზედმეტად ძლიერი იყოს, მაგრამ რახან ტაჰინში თვითონ არის თანინი. ფიქრობ რომ ძალიან მოუხდებოდი როგორც ნიგზიან ძალიან უხდება ესეთი კლასიკური რა კაცეთელიან კისი ამ მწვანე დედაზე დათოებული. ვაი მე რას ვაყრე სილამაზი? მიკრომწვანილი ასე ქვია?
მისცემის ღივები არის. ხო, და რომელიც ღივები არის ძალიან სასარგებლო ჯანმრთელობისთვის ხო როგორც ვიცი. გახსოვს ჩვენ სტუმრად ყავდა ვინც მოგა, აი მაგიდან აი შევიცი. ესია, ჯონ მოყავს შენ საინტერესო ადამიანები, საინტერესო ისტორიები და ჩვენ საკო შემოქმედა აქვს გრძელვადიანი პროცესი და ევოლუცია ახდება ხალხის თვალისწინ. აი მარი, მე ფანტასტიკა. შესწორება უნდა შევიტანო ერთ რაღაცაში, რომ თქვი რომ არც თუ ისე ცხარეაო, რაღაც თქვი ამ იმაზე წიწაკასით საკმაოდ ცხარეა, ცხარე. მე ყვერცხთან ერთად გეჭამა კვერცხთან ერთად, მარტო რო ჩაიყარეთ არა, კვერცხთან ერთადაც საკმაოდ ცხარე. აი ესე გამოიყურება ჩვენი ჩვენი ფავორიტი, გოგრა, კი. ტაჰინის და ბროწეულის соуსში. ასე რომ მე როგორც ხვდები აქტიურად უკვე ვიცით პრინციპში სად უნდა წავიდეთ გოგოებო თქვენ ზუსტად დაგეგმილი გაქვთ დღევანდელი საღამო ეთერის შემდეგ რას ვაკეთებთ ჯონ შენ დიდი მადლობა იმისთვის რომ ესეთი განსაკუთრებული დღე მოგვიწყდა და ყველა დღეს გაგვიფერადებ როდესაც შენთან მოვართ მადლობა სტუმრები და შეფმზარულები. კი ნამდვილად ასე შეგვიძლია ნელ-ნელა შევისვენოთ დიახ. და რეკლამის შემდეგ დავუბრუნდებით მოვიმარჯვეთ ჩანგლები ჩვენ. აბა რა აფხაზურ სამზარეულოს შევისწავლით და შემდეგ უკვე მოუთმენლად დაველოდებით რომელ კუთხეზე გააკეთებთ არჩევანს. დიახ, დიდი მადლობა კიდევ ერთხელ სტუმრებს და შევისვენოთ დავბრუნდებით ძალიან მალე.